ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში ყველას ლიდერობა უნდაოდა. დღეს დავდექით. იმაში რომ არავის არ უნდა საერთოდ. თქვენ რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას და არ უდგებით ამ პროცესებს სათავეში? ეგ საინტერესო კითხვა არის, რა თქმა უნდა. არ ვხედავ იმას, რომ ვიღაც ახალი უცბად დაიბადება და ბაზალეთის ტბაში იქ რაღაცა აკვანი არის და ის გადაგვარჩენს. კითხვა რომელსაც ვამე რო აი ოცნება თუ არა მაშინ ვინ. ამ კითხვაზე პასუხი რო არა გაქვს. ძალიან ტეხავს. ამ ხალხმა დასვა მერე ისო კონკრეტული ოპოზიციაც ერთად რომ ეხა თქვენ ან ჩვენთან ხართ ან ყველა ჩაირეცხებით. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებთ ივანიშვილად, ჩემს საქმეს დაუბრუნდები და ბოდიში მაგრამ ვერასოდეს ვერ მოიშორებ ასე. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პარტიები გაერთიანდნენ, როცა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოახერხეს? იტყვის რომ მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, მე ვიღებ ჩემ თავზე პროცესის ლიდერობას და გამომყევით ხალხო და ქმედითი ბიჭები არ მინახავს მე, ანუ მართლა ყველაფერში ვარ ჩართული. თუ არა იღებ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ მოგწევს იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, როგორშიც დღეს ვცხოვრობ. ლიდერი რო გამოჩნდეს დაიჭერე. უკაცრავად, მაგრამ თუ ის იქნება სახალხო ლიდერი ვერ დაიჭერე. ისევ იქნება ესენი გაერთიანდნენ და ვერ გაერთიანდებიან რა. ხო გინდოდა კამათი. მაგრამ ეხლა